დღევანდელი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემების პასუხის გასაცემად კომპანია SQS გვთავაზობს ინიციატივას, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებს და ხაზს უსვამს განახლებადი ენერგიის უტილიზაციის მნიშვნელობას მომავლის ქალაქების განვითარებაში. SQS-ის კონტეინერიზებული ენერგოცენტრები იყენებენ ჰიბრიდულ სისტემებს, რაც საშუალებას იძლევა გადავიდეთ ხარჯ-ეფექტიან ენერგომენეჯმენტზე და შევამციროთ გავლენა გარემოზე. გარდა ენერგიის კონტეინერიზებული სისტემების კვლევისა და შექმნისა, SQS-ი ოპერირებს პროფესიულ გადამზადების ფორმალური განათლების ცენტრით, რომელიც დასაქმების შესაძლებლობებს თავაზობს სისტემის მემონტაჟი ინჟინერების, ტექნიკოსებისა და მოულაპატრონობის სპეციალისტების მომზადების მიზნით. SQS-ის მისია არის შეიქმნას ისეთი საზოგადოების თუ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირების შესაძლებლობა, რომელიც ზრუნავს ადამიანებსა და გარემოს. მომავლის ქალაქები დანამდვილებით მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება იმ ქალაქებისგან, რომლებშიც დღეს ვცხოვრობთ. ეს განპირობებული არის იმ ცვლილებებითა და გამოწვევებით, რომლებიც ყოველდღიურად გვაიძულებს ადაპტაციას ახალი პირობებისადმი, მოსახლეობის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგიური პროგრესი. ეს ყველაფერი მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ინფრასტრუქტურაში, მდგრადობასა და მმართველობაში. ფილმში, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, თქვენ ნახავთ მხოლოდ მცირე რაოდენობას იმ ვარიანტებისა, რომლებიც მომავლის არქიტექტორებმა და ურბანულმა დამგეგმავებმა შეიძლება აირჩიონ. ისიც არის შესაძლებელი, რომ მომავლის ქალაქები სულ სხვანაირი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ კაცობრიობა უნდა მოემზადოს მომავლისთვის და ეს მომზადება იწყება დღეს. რა განსაზღვრავს კაცობრიობის ცივილიზაციის მომავალს? ქალაქები, როგორც ინოვაციის, კულტურის და ზრდის ხაბები, ყოველთვის ახდენდა გავლენას ჩვენს ბედიღვალზე. დღეს მრავალი გამოწვევის, კლიმატის ცვლილების, მოსახლეობის სიჭარბისა და რესურსების ამოწურვის ფონზე ინჟინერებმა და ვიზიონერებმა უნდა ხელახლა განსაზღვრონ, თუ რას ნიშნავს მდგრადი ცხოვრება ურბანულ გარემოში. ჩვენი ფილმი ამ ტრანსფორმაციის შუაგულში გამოგზავრებთ. როგორ ვმართავთ ქალაქებს დროსა და სივრცეში, ვიღებთ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს და ვპასუხობთ გარემოს დაცვით გამოწვევებს. შემოგვიერთდით, რათა ერთად გამოვიკვლიოთ ხვალის გეგმები. ურბანიზაციის სწრაფ ტემპს საფასურიც გააჩნია. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ქალაქები ჰორიზონტალურად გაფართოვდა, რასაც მიწისა და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი ტემპით მოხმარება მოჰყვა. შეუზღუდავი ზრდის ეს მოდელი აღარ არის სიცოცხლის უნარიანი. ქალაქების გაფართოების წრფივმა მოდელმა, შენება, მოხმარება და შემდგომში ჩამოწერა, ამოწურა თავის შესაძლებლობები. მომავლის ქალაქებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ სივრცითი შეზღუდვები, არამედ რესურსების გამოყენებისა და გადამუშავების სისტემური არაეფექტიანობა. ურბანიზაცია, ანუ ქალაქის ტიპის დასახლებების პროცენტული ზრდა ეკონომიკური განვითარების ნაწილი არის. ქალაქების რაოდენობაც იზრდება და თვითონ ქალაქებიც იზრდებიან. ქალაქები რო იზრდებიან, წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის პრობლემები. განსაკუთრებით თვალსაჩინო არის ხოლმე გადატვირთული ქალაქები, საცობები, გადაადგილების პრობლემები, რაც ყველგან არის საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მწვანე ეკონომიკის კონტექსტში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორ შენდება ქალაქები, ან რამდენად ენერგოეფექტური არის შენობები, რომელიც ქალაქებში შენდება, ხო, რამდენად იყენებენ ენერგიის უფრო სუფთა, უფრო მწვანე წყაროებს, როგორც არის მზე, ქარი და პრინციპში ჰიდროც, ხო, ასევე სხვა ტიპის სუფთა ენერგიები. ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქალაქები არის ქალაქის განვითარების თანამედროვე მიდგომა, რაც ნიშნავს ტექნოლოგიების ჩართვას ქალაქის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რისი მიზანიც არის დაიზოგოს ენერგია, ან უფრო მეტად იყოს გამოყენებული სუფთა ენერგიები და ნაკლებად იყოს გამოყენებული ტრადიციული საწვავზე დაფუძნებული ენერგიები. იაპონური გიგანტი Toyota აშენებს ჭკვიან ქალაქს მთაფუძის ძირთან ახლოს. 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა ცერემონია მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს Toyota-ს პრეზიდენტმა აკიო ტოიოტამ და Woven City-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს კუფნერმა. მსოფლიოს ქალაქები განიცდიან დაბინძურების, საცობებისა და უსაფრთხოების მსგავს პრობლემებს და ტექნოლოგიას აქვს გარკვეული პოტენციალი, რათა ეს პრობლემები მოაგვაროს. შესაბამისად, Woven City არის ცოცხალი ლაბორატორია, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ამ ტექნოლოგიების განვითარება და ამასთანავე შევეცადოთ მეტი ვისწავლოთ. ამ წნულ ქალაქში, Woven წნულს ნიშნავს, გზების სამი ტიპი გადაიკვეთება და ორგანულ ბადეს შექმნის. ერთი გზა ავტომატიზებულ მართვას დაეთმობა.
ერთი პერსონალური მობილურობის მანქანების მქონე ადამიანებს და მესამე კი ფეხით მოსიარულეებს. ხელოვნური ინტელექტის წყალობით ჩვენ გვპირდებით უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი, რათა შევძლოთ ის, რასაც 10 ან 20 წლის წინ ვერ გავაკეთებდით. დაახლოებით ისევე, როგორც კომპიუტერის დახმარებით დიზაინერებმა და დიზაინის ინსტრუმენტებმა შეიძლება დააჩქაროს შასის ან ძრავების განვითარება, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქალაქის ციფრული სიმულაცია იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორი არის ტრაფიკის ნაკადი, რა არის დამტენი სადგურების ოპტიმალური განლაგება, ამ მდებარეობა რამდენიმე 1000 მგზავრის ან მაცხოვრებლის უზრუნო სამყოფად. Woven City შენდება Toyota-ს ყოფილი ქარხნის ადგილას. თავდაპირველად აქ დაახლოებით 360 მომავალი ენთუზიასტი გადავა. ჯგუფი, რომელიც მოიცავს ახალგაზრდა ოჯახებსაც და ხანდაზმულ მოქალაქეებსაც. რეზიდენტები რეალურ დროში შექმნიან მონაცემებს ქალაქში გადაადგილებისას და ახალი პროდუქტების და სერვისების ტესტირებისას. Toyota არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც სატესტო ქალაქებს აშენებს იაპონიაში. ელექტრონიკის წარმოებული Panasonic გახსნის უკვე მესამე ფართომასშტაბიან საცხოვრებელ პროექტს. პირველი იყო Fujisawa, მდგრადი ჭკვიანი ქალაქი Toyota-ს მახლობლად. Panasonic არ აშენებს გიგანტურ, მაგრამ ანონიმურ ჭკვიან ქალაქებს. ყველაფერი შექმნილია მაცხოვრებლებთან ერთად. ეს არის ცხოვრების წესზე დაფუძნებული მიდგომა. და თუ ცხოვრების ეს წესი მოითხოვს ვირტუალურ ჩანჩქერებს, Panasonic მზად არის ისინი შექმნას. დიდი გეგმები შეიძლება ტესტირებული იქნას მცირე მასშტაბის ლაბორატორიულ ქალაქებს. მაგალითად, მსოფლიოში დაახლოებით 60 მილიონი ქუჩის ფარანი შეიძლება გახდეს ელექტრომანქანების დამტენი სადგური ან ციფრული მონაცემებისა და სერვისების განაწილების პუნქტი. ფარნები შეიძლება ეკიპირებული იქნას დაზვერვის კამერით ან გამოყენებული იქნას მოძრაობის მართვისთვის. ჩვენ ლაბორატორიულ ქალაქებს განასხვავებს ის, რომ ისინი არასოდეს სრულდება, ჩვენ ყოველთვის თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ ვითარდებიან ისინი და რა მოხდება შემდეგში. Panasonic არ აკეთებს ამას მარტო, ის მაცხოვრებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობს. ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია გამოწვევის წინაშე აყენებს ტრადიციულ აიღე, გააკეთე და გადააგდე მოდელს. ამის ნაცვლად ის გვთავაზობს ქალაქებისა და ეკონომიკების ისეთ დიზაინს, რომელშიც რესურსები მუდმივად ხელახლა გამოიყენება, ნარჩენები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო ეკოსისტემები ადგენილი. წრიული სისტემები გულისხმობს ციკლების დახურვას. მაგალითად, მშენებლობა. ძველი შენობების მასალები შეიძლება გამოვიყენოთ ახლებში. ამავე დროს ურბანული ნარჩენები შეიძლება გადაკეთდეს ენერგიად ან კომპოსტად, რათა არაფერი დაიკარგოს. აქ, ვალდაურას უღელტეხილზე, ესპანეთში, ბარსელონას ზემოთ, ხალხი ასევე ფიქრობს მომავალ ქალაქებზე. ვისენდე გაიარი არის კატალონიის არქიტექტურის კვლევითი ინსტიტუტის პროექტის ვალდაურას ლაბორატორიების დირექტორი. მისი სტუმარი ჩამოვიდა ლონდონიდან. არქიტექტორ ოსკარ როდრიგეს სურს მეტი გაიგოს ვალდაურას ლაბორატორიების შესახებ, რომლებიც იყენებენ პრაქტიკულ მიდგომებს მდგრადი ურბანული დიზაინის კვლევებში. სწორედ აქ სტუდენტები თავის პირველ დავალებას ასრულებენ, მათ საკუთარი ავეჯი უნდა აწარმოონ. ეს არის ჩვენ მიერ გაკეთებული და გაფართოებული კატალონური სარდაფი. ეს ვალდაურას ხეა, რომელიც მართლაც ფანტასტიკურია. ჩვენ ვცდილობთ ნულოვან კილომეტრზე ვიმუშაოთ. ხე მოვიპოვოთ და ავაშენოთ. ჩვენ ვიმუშაობთ მინიმალურ მანძილზე, ეგრეთ წოდებულ ნულოვან კილომეტრზე. ჩვენ ვაშენებთ შენობებს გარშემო არსებული ხეების გამოყენებით. და ზოგადად ხეებს ვიყენებთ ჩვენი პროტოტიპების შესაქმნელად. ახალი მოდელით, თუ ჩვენ ბუნებრივ სისტემას მივყვებით, ჩვენმა ქალაქმა CO2 უნდა შთანთქოს მისი გამოყოფის ნაცვლად. და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი შენობების გარდაქმნა. მათ უნდა გამოიმუშაონ ენერგია ისე, როგორც ხე გამოიმუშავებს ენერგიას და ასევე ჩვენი საკვების მოშენებაც უნდა დავიწყოთ ქალაქის შიგნით ან მათ გარშემო. რადგან ნივთების გადაადგილება მთელ მსოფლიოში მე-20 საუკუნის ცენტრალიზებული ინდუსტრიული სისტემის ნაწილი არის. ჩვენი იდეაა სოფლის მეურნეობის და ინდუსტრიის ინტეგრირება ხვალინდელ ქალაქში. შეძლების დაგვარად ყველაფერი უნდა იყოს წარმოებული ადგილობრივად. საკვების სამშენებლო მასალები და ენერგია, რაც გზას გაუხსნის ნახშირორჟანგ ნეიტრალურ მომავალს. პროტოტიპული შენობებისთვის გამოყენებული ხე მოდის ვალდაურას ლაბორატორიის გვერდით მდებარე ტყეებიდან. ხე-ტყის ყოველი ნაწილი ზედმიწევნით კოდირებული არის ფერებით. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ყველა შტამპს ან ღეროს სხვადასხვა ფერით აღნიშნავთ გეოლოკალიზაციისთვის. და ჩვენი იდეა იყო ძალიან რადიკალურები. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხედავთ კონსტრუქციას, რომელსაც ვაშენებთ,
ჩვენ გვეცოდინება რომელი ხისგან მოვიდა ხე-ტყის თითოეული ნაჭერი. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი მშენებლობის სხვადასხვა გზებზე, რომლებიც ბევრად უფრო მგრძნობიარეა მათი კონტექსტის მიმართ. მგრძნობიარეა მათი წარმომავლობის მიმართ. წარმომავლობა არის keyword-ი აქ. ეს არის ის, რითაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ დავინტერესებულ ვართ და საბოლოოდ მოგვიწევს დავინტერესდეთ. მოგვიწევს შევხედოთ იმ დიდ შუშის კოშკებს და ვთქვათ, შეგვიძლია კი რეალურად ასე გაგრძელება. შენ ცირკულარული ეკონომიკის სპეციალისტი ხარ და ეს არის ეკონომიკის დისციპლინა გახლავ, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აი, რომ მოგვიყვე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დღევანდელი სამყაროს პირობებში? მაგალითად, თუ საუბრობთ ნარჩენების გადამუშავებაზე, ეგ არ არის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი ცირკულარული ეკონომიკის, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის კაფეო არის, რომ ეს ნარჩენები გროვდება და თუ ამას არ მიეხედა, თუ ამისი რაღაც ფორმით დაბრუნება არ მოხდა ისევ ეკონომიკაში, შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ანუ ბევრი მიმართულებით, რა ოკეანეები დაბინძურდეს, იგივე ნაგავსაყრელების პრობლემა იყოს და ასე შემდეგ. ამიტომ არსებობს გადაწყვეტის რაღაცა სხვადასხვა გზები. სხვადასხვა ტიპის ნარჩენის სხვადასხვანაირად გამოყენება შეიძლება, ენერგიის გამომუშავება შეიძლება, მასალების გამოყენება შეიძლება და ახლის გაკეთება შეიძლება. ეგ არის ერთი ნაწილი, რომ ამიტომ ხდება უფრო და უფრო აქტუალური, რომ ეს რო გროვდება, რაღაც მომენტში შეიძლება გაუსაძლისი გახდეს. არა მეცნიერული ტერმინი რო ვიხმაროთ, ხო? არსებობს კიდე უფრო ფართო მიდგომა ამ ყველაფრის მიმართ, რომ პრევენციულებიც ვიყოთ და რო არ დაგროვდეს, მაგალითად, ისეთი მასალები გამოვიყენოთ, რომ უფრო დიდხანს გაძლოს, ან ქცევაც უნდა შეიცვალოს, აი მაგალითად ძალიან აქტუალური არის ამ ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული სწრაფი მოდა, რომელიც იწვევს უაზროდ დიდი რაოდენობის ნარჩენებს ამ მიმართულებით, რომელიც სინთეტური არის და თუ არ გადამუშავდა, მერე გარკვეულ პრობლემებს ქმნის, ხო? ეს არის მიზეზი, რომ დაგროვდა. გამოცდილებაც დაგროვდა მათ შორის და უფრო ეფექტურად შეგვიძლია რაღაცების გადამუშავება, ვიდრე აქამდე შეგვეძლო, იმიტომ რომ თავისთავად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გადამუშავებაც ხარჯი არის, ხო? და ხარჯის გაწევა, ვიღაცა უნდა გაწიოს ეს ხარჯი და ეგრე მარტივი არ არის. თუმცა უფრო კარგად შეგვიძლია მაგის დაორგანიზება დღეს, ვიდრე შეგვეძლო თუნდაც 30 წლის წინ, იმიტომ რომ რაღაც ამ გადამამუშავებელი რაღაცების ქარხნების მარგიქმედების კოეფიციენტები გაიზარდა. ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვინდა იქ რაღაცა მასალები დიდხანს ძლევდეს იმისაც, რომ თქვა შესწავლილი არ იყოს, მეორე მხრივ რაღაცა მასალები პირიქით მალე დეგრადირებადი უნდა იყოს, აი როგორც პლასტიკი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენთან ერთი პერიოდი იყო ხალხს არ მოეწონა ამ ბიოდეგრადირებად პარკებზე გადასვლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბუნებისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. ამიტომ არ მოეწონათ, მაგრამ მაინც გადავედით. ამ შემთხვევაში სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის ცნობიერების გაზრდაც, იმიტომ რომ თუ არ უხსნით ხალხს, რატო უნდა გამოიყენოს უფრო ცუდი ხარისხის პარკი, როცა შეუძლია გამოიყენოს კარგი ხარისხის და უფრო კომფორტულად იყოს იმ მომენტში, მაშინ არ გააკეთებს, ხო? თუ დავალდებულები შეიძლება გააკეთოს, მაგრამ მხოლოდ ვალდებულებები საკმარისი არ არის. ან მხოლოდ ვალდებულებებით რთული არის მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა რა. ამიტომ ყველას უნდა კონდეს რაღაცნაირად გაცნობიერებელი, ყველას თუ არა დიდ ნაწილს მაინც მოსახლეობის ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ რისთვის გვჭირდება, რისთვის ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ ეს რაღაცა პლანეტა საერთოა ყველასთვის, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი წილი და მნიშვნელოვანია რა ეს ჩვენი წილიც. იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს მდგრადი ენერგიის მიწოდება პრაქტიკაში, გავემგზავროთ შეერთებულ შტატებში, სადაც კალიფორნიის ქალაქმა ლანკასტერმა მიზნად დაისახა გახდეს ქვეყანაში პირველი ნახშირბად ნეიტრალური დასახლება. ლანკასტერში დაახლოებით 175,000 ადამიანი ცხოვრობს. 2009 წელს ოფიციალურმა პირობებმა გამწვანება დაიწყეს და ფუნდამენტურად გარდაქმნეს ქალაქის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. ეს იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური კაპიტალური რემონტი, არამედ მენტალიტეტის ცვლილებაც, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მთავრობის მიზანია დაეხმაროს და არა დააყოვნოს ადამიანები. ადრე მინიმუმ 6 თვე იყო საჭირო იმისთვის, თუ ადამიანს სურდა სახურავზე მზის პანელების დაყენება. მას უნდა მიიღო შესაბამისი ნებართვა. იგივე იყო დიზაინის ცვლილების შემთხვევაში, 6 თვე იყო საჭირო, მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანს ამის უფლება მიიღო. ასე რომ, როდესაც ეს აღმოვაჩინე, შესაბამისი მემორანდუმი დავაგზავნე.
ამას ყველაფერს ახლა მხოლოდ 45 წუთი სჭირდება და ბიუროკრატებისთვის უკეთესია ნამდვილად 45 წუთი იყოს. ყველაზე რთული ლანკასტერში იყო მუნიციპალური ბიუროკრატიის კულტურის შეცვლა. იმის შთაგონება, რომ ჩვენ ვეძებთ მიზეზებს თქვათ დიახ და არა მიზეზებს რომ თქვათ არა. როდესაც ეს გზა დავიწყეთ, დაგვწინოდნენ, გხათხავდნენ, მუდმივად მოგვიდიოდა notification-ები Facebook-ზე, მაგრამ ჩვენ დავისახეთ გეგმა, შეგვიმუშავებინა მოდელი მთელი ქალაქისთვის ისეთი, რომ როგორც კი მსოფლიო გაიღვიძებდა, ჩვენ მას გავუადვილებდით საქმეს. წავედით რა ამ გზით, ჩვენ იმაზე მეტი ფული ვიშოვეთ, ვიდრე თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ კიდეც. ალტერნატიული ენერგია არ უბრალოდ მომგებიანია, ის ძალიან მომგებიანია. ლანკასტერის მერის რექს პარისის პირველი ნაბიჯი იყო ყველა მუნიციპალურ შენობაზე ფოტოელექტრული პანელების დამონტაჟება. გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენებოდა საზოგადოებრივი განათლებისთვის. ამ პროცესში პარიზმა აღმოაჩინა, რომ მან ქალაქისთვის ძალიან ბევრი ფული დაზოგა. დანაზოგი თავის მხრივ დაეხარჯა კერძო რეზიდენციების და საცხოვრებლების სახურავებზე კიდევ უფრო მეტი ფოტოვოლტაიკური პანელების დამონტაჟებას. ეგ სისტემები ახალი შენობებისთვის სავალდებულოც კი გახდა. ნელ-ნელა ლანკასტერმა შექმნა ალტერნატიული ენერგიის ქსელი. ჭარბი ელექტროენერგიის გამოყენება დაიწყო წყალბადის გენერირებისთვის, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის საწვავად გამოიყენება. დაბალფასიანმა ელექტროენერგიამ და იაფმა წყალბადმა ახალი დიდი კომპანიები მოიზიდა და ლანკასტერმა გაიმყარა თავისი როგორც მწვანე ქალაქის რეპუტაცია შეერთებულ შტატებში. ბევრი მიმოგზაურე ბესტონე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ტიანჯინში, ვიყავი საუდის არაბეთში, დავესწარი ახლო აღმოსავლეთში ყველა ენერგეტიკულ კონფერენციას და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მზიანი ამინდისა და უკვე არსებული მზის და ქარის პარკების წყალობით, მწვანე ენერგიისა და წყალბადის წარმოება აგრძელებს განვითარებას. როდესაც ლანკასტერმა დაიწყო საკუთარი ენერგეტიკული სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი 2009 წელს, უმუშევრობის დონე იყო 17%. 2023 წელს ის დაახლოებით 6%-მდე დაეცა. ლანკასტერი გახდა მწვანე ენერგიის თვითკმარი და ძალიან მომგებიანი წყარო. როგორც კი ადამიანები ხდებიან უფრო ინოვაციურები და კრეატიულები, ისინი აღარ ჩერდებიან, მიაღწევენ რა უშუალო მიზანს. თავად ეს მიზანი ფართოვდება. ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაზე ამაღელვებელი ქალაქია მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ეს არის მარტივი მიზანი, რომ ჩვენი შვილები გადარჩენ. ეს არა რთული, როდესაც საერთო მიზანი გაქვს. შეგიძლიათ გვერდზე გადადოთ ყველა განსხვავება და მიაღწიოთ შედეგს. შეგიძლიათ ისეთი რამ შექმნათ, რაც არასდროს შექმნილა აქამდე. ეს ნამდვილად შესანიშნავი პროექტია. ბოლო წლებში, როგორც ქალაქი ლანკასტერი, ასევე მისი მერი პარისი, მრავალი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ ამ მიღწევებისთვის. სივრცისა და დროის ეფექტიანად მართვა აუცილებელია საცხოვრებლად გამოსადეგი ქალაქებისთვის. საბოლოო მიზანია ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები ნაკლებ დროს ხარჯავენ მოგზაურობაზე და მეტ დროს ატარებენ მაცოცხლებელ ხელმისაწვდომ უბნებში. კოპენჰაგენს ხშირად მოიხსენიებენ როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდგრად ქალაქს, რაც მათ შორის მისი საველოსიპედო ინფრასტრუქტურის დამსახურებაცაა. ეს არ ყოფილა მყისიერი ტრანსფორმაცია, ეს იყო ქალაქის მაცხოვრებლების და მისი ოფიციალური პირების ერთობლივი მუშაობის შედეგი, რათა ველოსიპედი გამختارიყო ტრანსპორტირების ძირითადი საშუალება. დღეს კოპენჰაგენის ველოსიპედებისთვის მეგობრული გარემო წარმოადგენს გლობალურ ეტალონს მდგრადი ურბანული ცხოვრებისთვის. კოპენჰაგენი ყოველთვის როდი იყო ველოსიპედისტების სამოთხე, როგორც დღეს არის. მე-20 საუკუნის შუა წლებში, ისე როგორც ბევრ სხვა ქალაქში, მანქანების გამოყენება მკვეთრად იმატა, რამაც საცობები და დაბიძურება გამოიწვია. 1970-იან წლებში გარემოს დაცვითმა და ენერგეტიკულმა კრიზისმა და ქუჩების უსაფრთხოების ზრდის მოთხოვნამ აიძულა ქალაქს გადაეხედა ურბანული ტრანსპორტისადმი მიდგომისთვის. მოქალაქეებმა გამოთქვეს მდგრადი და ეფექტური მოგზაურობის სურვილი. არჩევანი იყო საველოსიპედო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ქალაქის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო ამ ინფრასტრუქტურაში და დეკადების განმავლობაში კოპენჰაგენში აშენდა საველოსიპედო ბილიკების, მაგისტრალებისა და ხიდების ფართო ქსელი ექსკლუზიურად ველოსიპედისტებისთვის. ეს ბილიკები კარგად განათებულია და განცალკევებულია სამანქანო მოძრაობისგან, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და კომფორტს. მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დაგეგმვის პროცესში, აწვდიდნენ რა უკავშირს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. დღეს კოპენჰაგენის მაცხოვრებლების 60%-ზე მეტი ველოსიპედით მოძრაობს ყოველდღიურად, თუნდაც უამინდობაშიც კი.
ეს კულტურული ტრანსფორმაცია განპირობებული იყო ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურითა და სწორი პოლიტიკით, როგორიცაა ველოსიპედისტებისთვის მეგობრული შუქნიშნები, პარკირების ადგილები და სარემონტო სადგურები. სკოლები და სამუშაო ადგილები ასევე უწყობს ხელს ველოსიპედის ტარებას ისეთი სტიმულებისა და პროგრამების შეთავაზებით, რომლებიც კარგად წარმოაჩენს მის ჯანდაცვით, ეკოლოგიურ და ფინანსურ სარგებელს. კოპენჰაგენის საველოსიპედო კულტურამ მნიშვნელოვნად შეამცირა სათბურის აირების ემისიები და შეუწყო ხელი დანიის ამბიციური კლიმატური მიზნების განხორციელებას. ველოსიპედით მოძრაობა ასევე ამსუბუქებს საცობებს და ამცირებს საგზაო ინფრასტრუქტურის წვეთას, რითაც ყოველწლიურად მილიონობით კრონა იზოგება. სარგებელი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ შთამბეჭდავია. კვლევები აჩვენებს, რომ კოპენჰაგელები უფრო ჯანსაღად ცხოვრობენ მათი აქტიური ყოველდღიური ცხოვრების გამო. ველოსიპედის ბილიკები გარეუბნებსაც კი აკავშირებს ქალაქის ცენტრთან და მათაც კი ვინც უფრო შორს ცხოვრობს, ახალისებს იმოძრავას ველოსიპედით. კოპენჰაგენის მიღწევებმა შთააგონა მთელი მსოფლიოს ქალაქები ინვესტირება მოეხდინათ საველოსიპედო ინფრასტრუქტურაში. ნიუ-იორკიდან ბოგოტამდე ურბანული დამგეგმავები სწავლობენ კოპენჰაგენის მოდელს მისი წარმატების გასამეორებლად. ქალაქის მიდგომა გვიჩვენებს, რომ ველოსიპედების პრიორიტიზაციას არა მხოლოდ სარგებელი მაქვს გარემოსთვის, არამედ ქმნის უფრო სიცოცხლის უნარიან აქტიურ ურბანულ სივრცეებს. კოპენჰაგენი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, აგრძელებს ინოვაციებს, რათა უპასუხოს მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ქალაქი აფართოვებს საველოსიპედო ზოლებს და აგვარებს საცობებს პიკის საათებში. კოპენჰაგენის მაგალითი მოწმობს, თუ როგორ შეუძლია თანამშრომლობას და ინოვაციას გარდაქმნას ქალაქი. ქალაქების მომავალი ინოვაციის, თანამშრომლობისა და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის გადაკვეთაზე დევს. ცირკულარული ეკონომიკის ათვისებით, ტექნოლოგიის დაბალანსებით და ბუნების შეზღუდვების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ურბანული სივრცეები, რომლებიც მომავალი თაობებისთვის იარსებებს. მომავლის ქალაქების სამუშაო გეგმა ჩვენ ხელთაა. ის მოითხოვს ინჟინრების, პოლიტიკის, გამტარებლებისა და მოქალაქეების ერთობლივ მუშაობას იმ ახალი ხედვის შესაქმნელად, თუ როგორ თანავარსებობთ ჩვენ პლანეტასთან. ხვალინდელი ქალაქები ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვირჩევთ დღეს.